centimeters. 8 wins, 7 losses. Representing RD champions from Pernambuco, Brazil, Jacqueline 3D Ferreira. Jacqueline Ferreira ორ გამარჯვებიანი სერიით მოვიდა GMC-ის ოქტაგონზე. Age 29 years old. Her weight is 61.2 kilos. She stands on 163 centimeters. 7 wins, 6 losses. Representing Guram Fight Club from Tbilisi, Georgia, Liana She-Wolf Joshua. And when the action begins, your referee in the cage, Mr. Łukasz Bosacki. ცენტრალური მსაჯი გამოცდილი ასევე ლუკაშ ბოსაცკი, პოლონელი სტუმარი. მაღალი ლიგის მსაჯი უხდება ესეთი მაღალი დონის მატჩებს. Round 1. დავიწყეთ ბრძოლა. Here we go. აქტიურად დაიწყო ბრძოლა, მებრძოლები გასვლებს შევიდნენ. ეს აჰეკი! მეცემო! აქ რა ხდება? ნოკაუტი! რა ჰედკიკი შეჭამა? Jacqueline Ferreira. ჰედკიკი. რა დარტყმებს გაუძლო? ძიმე დარტყმები აიტანა. Ferreira. თუმცა ჯერ ეს შტორმია გადასატანი. ლიანა შეუძლია მაუნტ პოზიციაზე გადავიდეს. აქ შეუძლია ამერიკანა, კიმურა, ბევრი ილეთი. საკეთებს, მარჯვენა ხელი თავისუფალია, კარგად მოიყოლა. მარცხენა ხელი და შეიძლება ისევ ინტენსიური დარტყმების გაკეთება და ფინიშს უმიზნებს. Ferreira. ფინიშს უმიზნებს ქართველი მგელი. ართმობს პოზიციას. Ferreira ცდილობს გამოძრომას, თუმცა ლიანა ჯოჯუა იბრუნებს. წამყვან პოზიციას არის მაუნტში და შეიძლება ეხლა ურთულესი დარტყმები. ჯერ არ არის გამოსული იმ შოკიდან და შეუძლებელია კიდეც გამოსულიყო ასეთი ძლიერი დარტყმების შემდეგ შოკიდან. აიკიკის შემდეგ გამოსვლა ძალიან რთულია. ორი უმძიმესი ჰუკი ბონუსად. ახლა შეიძლება იდაყვებით დარტყმები. და ალბათ დაასრულებს ლუკაშ ბოსაცკი ამ ცალკარა ნამდვილად სწორი შეფასება. უპასუხო დარტყმები. როგორც ჩანს მგელი ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა ოქტაგონზე. და ისევ დარტყმები. თუმცა Ferreira ცდილობს გამოძრომას. არ ეგუება არსებულ ვითარებას. თუმცა ჯოჯუას კორიანტელი პიკს აღწევს და შეიძლება ყველაფერი დასრულდეს და She-Wolf is the winner by technical knockout. მეგობრებო, ლიანა ჯოჯუა თამაშია. ქართულ მაყურებელს ამაზე ნაკლები სანახაობა არ უნდა შესთავაზო. როცა შენგან ამდენ სელის და ბრავო ლიანას. ბრავო. მე ასევე ბრავო Jacqueline Ferreira-ს, რომელმაც ბოლო წვეთამდე იბრძოლა. ემოციებს ვერ მალავს ლიანა ჯოჯუა. ჰაიკიკის და ორი ჰუკის შემდეგ დავიძახი კიდეც რომ ეს იყო ნოკაუტი. არ მეგონა რომ აქედან გააგრძელებდა Jacqueline Ferreira. სწორედ ამაზე საუბრობდი რომ Jacqueline Ferreira ურთულესი მდგომარეობიდან გამოძრვა და გადავიდა შეტევაზე. თუმცა ლიანა არაჩვეულებრივად იგრძნო მომენტის მნიშვნელობა და გამოიყენა. ასე სუფთად ჰაიკიკი გაატარო. ძალიან რთულია საიქიოდან დაბრუნების ტოლფასი. Ladies and gentlemen, the referee has called a stop to this contest, declaring the winner by TKO, Liana Joshua. Standard GKO,
ულოცავთ ქართულ გულშემატკივარს ამ შესანიშნავ გამარჯვებას. ბრძოლის ტემპმა არ მოგცა საშუალება, კარგად გაგვეცნო მაყურებლისთვის ჟაკლინ ფერეირას MMA-ის მონაგარი. ის ძალიან პოპულარული, ძალიან წარმატებული და ძალიან ცნობილი სახეა ადგილობრივ ბრაზილიაში, სან-პაულოში. თუმცა აი ეს ბრძოლის ტემპი წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის გასაცნობად. მოგესალმებით. მოусმინოთ ლიანას ემოციურ სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა დღეს ამდენი ხალხი რომ მოვიდა რომ მიბალენშიკოს ძალიან მესიამუნა როგორც იცით 2 წელზე მეტი არის რომ არ გამოვდიოდი შეჯიბრზე ტრავმები მქონდა და ეხლა იყო ჩემი დაბრუნება და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა გიორგი კაბულაშვილს ესე იგი რომ დამაბრუნა ჰაილაიტებს და ეს მარცხენა იცოდა რომ შემიძლია კიდე ჩხუბი და იმედია კიდე გაგახარებ ჩემი ჩხუბები და რაც მთავარია მინდა უთხრა დიდი მადლობა და ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები მამიკო და დედიკო მიყვარხართ მამი სიმართლე ყველა დროს იქნება ჩვენ ხარეს და სიმართლე სულ გაიმარჯვოს მიყვარხართ გაიხარეთ ემოციური მიმართვა კომარჯვებს გამარჯვებული სიტყვა და ეკრანზე ვხედავთ მომენტებს მე გავერთე მომენტების ყურებაში ძალიან მაგარი დაბრუნება წეგან ვიძახთ